მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია გადაცემა ისტორიის ყალბებო. მე მისი წამყვანი კონსტანტინე ჯაფარიძე გახლავართ. და შევიმყოფებით დიდუბის პანთეონში. იმ ადგილას, სადაც დაკრძალულები არიან ანდრო თევზაძე, ნათელა ტერელაძე, ჯუმბერ ლეჟავა, ასევე პოლიკარპე კაკაბაძე ჩემს უკან, მედია ჯაფარიძე და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანები. აქვე მე მრავალ საფლავს ხედავ და მინდა აღნიშნო ის ფაქტიც, რომ აქ ნამყოფია ჩვენი სულიერი მამა ილია მეორე. ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ჯუმბერ ლეჟავას დაკრძალვა მიმდინარეობდა. მან ჯუმბერ ლეჟავას საფლავი აკურთხა. მე ვთაწილად ზუსტად ის მომენტი, ის სასწაულებრივი მომენტი, რასაც პატრიარქთან შეხვედრა ჰქვია. მე მაშინ არც თუ ისე დიდი და არც თუ ისე პატარა ვიყავი. ეს მომენტი დღემდე მომახსოვს. როდესაც პატრიარქი გამოჩნდა, მე ძალიან ბედნიერი ვიყავი. და იმდენად დიდი სიამოვნება იყო ეს ჩემთვის, რომ მე უფალს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ მქონდა იმის შანსი და იმის ბედნიერება, რომ მე პატრიარქი მენახა და მისგან დალოცვა მიმეღო. ვფიქრობ, ეს ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო და ეს იყო მომენტი, რომელიც არასოდეს განმეორდება პირადად ჩემს ცხოვრებაში. ღმერთმა ნათელი და სანთელი მოაკლო ჩვენ სულიერ მამა ილია მეორეს და ვფარავდეთ მისი ძალი, მადლი და საუკუნო ხსენება ყოფილიყოს ჩვენი წმინდა მამის ილია მეორის, რომელმაც მოახერხა ის, რაც ბევრმა ვერ მოახერხა, გააერთიანა საქართველო. ჩვენ ყველას გვახსოვს ილია მეორის პროცესიაზე, დაკრძალვის პროცესიაზე. რამდენმა ქართველმა მოიყარა თავი და ზუსტად ის იყო საქართველო. ზუსტად ის იყო საქართველო. 1,600,000 ადამიანი. და მართლა დაალოცოს საქართველო. მართლაც მშვიდობა და ჯანმრთელობა მოგიშალოთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.